მოგესალმებით, მეგობრებო, ვიდრე დავიწყებთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, მსჯელობას და გადაწყვეტილების მიღებას, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შევეხო, ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას. პირველი მინდა შევეხო ძალიან სენსიტიურ და მნიშვნელოვან თემას. 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა და ამირჩიეს ქალაქის მერად და ჩვენ ყველას დღეს აქ მომუშავე ადამიანებს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული თბილისელების წინაშე. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აქტიურად ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, რომელიც ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო. დღეს რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, თუმცა რჩება გამოწვევები, რომელსაც ჭირდება ღირსეული პასუხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ხვეწავთ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და აღსრულების წესებს, ვითხოვთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების გათვალისწინებას, ასევე მთელი რიგი რეგულაციები იქნა შემუშავებული, საკანონმდებლო დონეზე მოხდა მთელი რიგი საკითხების გამკაცრება. ყველაზე მთავარი რა არის, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რატომ ვდგავთ ამ ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ მინდა ახსნა, რომ მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტული ცხოვრება, რომ იყოს უზრუნველყოფილი მას შემდეგ, როდესაც კონკრეტული შენობა ნაგებობა შევა ექსპლუატაციაში და იქ მცხოვრებ ადამიანებს არ ქონდეთ არანაირი პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, 2017 წელს სხვა ცვლილებებთან ერთად ამოქმედდა შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესები. ამოქმედების დღიდან თბილისის არქიტექტურის სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს დეტალურად ამოწმებს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას უსაფრთხოების წესებთან. ადგენს ხარვეზებს, მათ შორის ახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემების საჭიროების შესახებ და არ გასცემს ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული. ეს პროცესი არის, შეიძლება ნებართვის მიღების დროს დადგინდეს, 10, 20, 30 ხარვეზი, მაგრამ თუ შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი ყველაფერი, არ იქნება გასწორებული სანებართო დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა, არქიტექტურის სამსახური არ გასცემს მშენებლობის ნებართვას. ნებართვის გაცემის შემდეგ ხორციელდება უშუალოდ მშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესში მუნიციპალური ინსპექცია ახდენს შემოწმებას, გადის ადგილზე, თუ არის დარღვევები, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად მოქმედებს, იძლევა მითითებას, მშენებელ კომპანიას თუ დეველოპერულ კომპანიას აძლევს საშუალებას დარღვევა იქნეს გამოსწორებული, თუ დასაჯარიმებელია, რა თქმა უნდა, ჯარიმდება. მუნიციპალური ინსპექცია დასრულებულ შენობა-ნაგებობას შემდეგ იღებს ექსპლუატაციაში, იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა განხორციელებულია არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. მათ შორის, თუ მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოების აქტიური სისტემები და მათ გამართულ მუშაობაზე გამოცდის აქტები და დადებითი დასკვნებია წარმოდგენილი. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ატყობინებს შენობაში მყოფებს, დატოვონ შენობა, ასევე ახდენს მის ლოკალიზებას და ხელს უშლის მის გავრცელებას, რაც მნიშვნელოვან დროს აძლევს სახანძრო სამაშველო სამსახურს ცეცხლის ჩაქრობისთვის და ადგილზე მისვლისთვის. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ აღნიშნული დადგენილება 51 დადგენილება ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოებისთვის, რომ ახალ აშენებულ შენობა-ნაგებობაში მცხოვრებმა ადამიანებმა იცხოვრონ უსაფრთხოდ და ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მიუხედავად ამისა, დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები. როდესაც შენობაში ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ
აი სისტემები, სახანძრო სისტემები, რაზეც მე ვსაუბრობ, ეგ შეიძლება იყოს პირობითად ვიძახი გენერატორი, შეიძლება იყოს გამწოვი სისტემები. მას შემდეგ რაც ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება, არიან ისეთი მშენებლები, რომლებიც უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, უპასუხისმგებლო კომპანიები არიან და იკვეთება შემთხვევები, როდესაც ამ აგრეგატებს, ამ გამწვავ სისტემებს ისევ ხსნიან. ეს არის უდიდესი პრობლემა. ხსნიან, ანუ გამოდის ის, რომ იმისთვის, რომ შენობა ნაგებობა მიიღონ ექსპლუატაციაში, ქირაობენ ამ ნიშნულოვან აგრეგატებს, გამწვავ სისტემებს, როდესაც მუნიციპალური ინსპექცია მიდის შესამოწმებლად, ყველაფერი მწყობრშია, ყველაფერი კარგად არის, ხდება შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, შემდეგ ეს უპასუხისმგებლო დეველოპერი იქნება თუ მშენებელი, ხსნის აღნიშნულ აგრეგატებს და უბრუნებს თავის პატრონს. იქ მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, აგრძელებენ ცხოვრებას საფრთხის ქვეშ. ეს არის უდიდესი პრობლემა და წარმოუდგენელია აღნიშნული დამოკიდებულება და ასე გაგრძელება. ამაზე იმიტომ საუბრობ, რომ კიდევ ერთხელ რაც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. და ეს უნდა დაიცვას ყველამ. ღმერთმა დაიფაროს. რაღაცა რომ მოხდეს. მერე ყველა დაიწყებს საუბარს, რომ დამნაშავე არის მერია. ამიტომ მინდა დავავალო ვიცე-მერს გიორგი თხემალაძეს შესაბამის სამსახურებთან ერთად არქიტექტურის სამსახური, ურბანული, მუნიციპალური ინსპექცია მივიღოთ კატეგორიული ზომები. თუ საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო, პარლამენტში დაგვეხმარებიან, ყველანაირად გვერდით დაგვიდგებიან, თუ საჭიროა აღნიშნული მიმართულებით კიდევ უფრო გავამკაცროთ და ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის დონეზე ავიყვანოთ, გავაკეთოთ, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ადამიანების უსაფრთხოება პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის, ყველასთვის არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, თუ იკვეთება კონკრეტული თაღლითური კომპანიები ან თაღლითი ფიზიკური პირები, რა თქმა უნდა, ასეთ კომპანიებს და ადამიანებს სამშენებლო სექტორში არაფერი არ ესაქმებათ და უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ კანონის შესაბამისად. თუ გასამკაცრებელია კანონი, გავამკაცროთ და მივიყვანოთ აღნიშნული პრობლემა, აღნიშნული საქმე ბოლომდე რომ მოწესრიგებული იყოს. რაც არის საჭირო, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამაზე აღარ მოგვიწიოს ყურადღების გამახვილება. წარმოუდგენელია უბრალოდ, მე არ ვიცი, არ მესმის ეს დამოკიდებულება. მარტო ჩვენ ხوار ვცხოვრობთ ამ ქალაქში, ხო, ეს ქალაქი ყველასია, არა აქვს მნიშვნელობა, ვიღაც შეიძლება ბიზნეს სექტორში იყოს, ვიღაც შეიძლება სპორტით იყოს დაკავებული, ვიღაცა ხელოვნებით, მაგრამ ყველამ ჩვენი გასაკეთებელი ხო უნდა გავაკეთოთ. ყველამ ხო ერთმანეთს შევეხიდოთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, ყველამ მოუაროთ, ავაშენოთ, გავალამაზოთ ეს ქალაქი, მარტო მერიის შესაბამის სამსახურები ხო არ უნდა ზრუნავდეს ამ ყველაფერზე. ვიღაცამ თავისი მოქალაქეობრივი ქმედებებით, ვიღაცამ თუნდაც ბიზნესიდან, სპორტიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაზეც მე ვისაუბრე, ხო? წარმოუდგენელია და ამას არავითარ შემთხვევაში არ გავატარებთ და არ დავუშვებთ. ასეთი კომპანიები სამშენებლო სექტორში არ უნდა იყვნენ და ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. მუნიციპალურ ინსპექციას მინდა დავავალო, რომ დაიწყეთ სასწრაფოდ მოკვლევა ყველა ახალი შენობა ნაგებობა, რომელიც არის ექსპლუატაციაში მიღებული შეამოწმეთ სახანძრო და უსაფრთხოების სისტემები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მინდა შევეხო ასევე ერთ ძალიან კარგ პროექტს, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი დეკორატიული განათებები მოეწყო, იყო ძალიან დაზიანებული, ცუდ მდგომარეობაში და ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად იქნა აღდგენილი სამუშაოების პარკლებში არსებულ და ახალ 48 სვეტზე 760 ახალი
ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა, სანათები არის თანამედროვე სტანდარტების გაუმჯობესებული შუქტექნიკური მაჩვენებლით. ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა განახლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრჯერ გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით. განახლებული დეკორატიული განათება სულ სხვა ელფერს აძლევს ორივე სანაპიროს და მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით. თბილისერვის მინდა მადლობა გადაუხადო ამ საქმიანობისთვის, მართლაც ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ სანაპიროზე დაზიანებული იყო აღნიშნული სანათები და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ვიზუალურადაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს შეეფერება და ძალიან მიხარია, რომ ეს სამუშაოები იქნა ჩატარებული. თბილისერვის ჯგუფის ავტობაზის განახლება გრძელდება. ამჯერად ორ ეტაპად შევისყიდეთ 22 ერთეულის სპეცტექნიკა, მანის და რენოს 10, 15, 21 კუბიანი ნაგამზიდები და ასევე ფორდის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა. ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი ლარია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რომ ტექნიკა ყოველთვის ყავდეს შესაბამის სამსახურს, რომ დასუფთავების მიმართულებით რაიმე პრობლემები არ შეიქმნას. ზოგადად ავტობაზის განახლების შედეგად ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემები არ შეიქმნას. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული და რა თქმა უნდა ამ ყველაფრისთვის რა გადაწყვეტილებებიც არის მისაღები, რა შესყიდვებიც არის განსახორციელებელი, ყველაფერს გავაკეთებთ და ზოგადად სპეცტექნიკის განახლება აქტიურად გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის შენარჩუნებას და გაგრძელებაც, რომ შესაბამის სამსახურს ტექნიკის თვალსაზრისით არანაირი პრობლემები არ გქონდეს. და ბოლოს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. გურამიშვილის პირველი ჩიხის ნომერ 70-დან დაახლოებით 3500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დასაგებად საფუძვლის მოსამზადებელი შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია, მოეწყობა ასევე ბორდიულები, ყველანაირად გამართული და შესაბამისობაში მოყვანილი იქნება აღნიშნული გზის მონაკვეთი. რაიონული გამგეობები, რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ეტაპობრივად საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მივაწვდით ყველა პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. მადლობა.